მოგესალმებით ძვირფასი ტელემაყურებლებო, ეთერშია როგორც ყოველთვის ფისობოტკოველის ჩურჩულები და დღეს ჩვენი საიუბილეო 1 წლის თავია. ამიტომ მოდით გავიხსენოთ განვლილი დრო. პირველი გადაცემა. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერში არის ფისობოტკოველის ток-შოუ ჩურჩულები. ხო და ახლა თავიდან ამ გადაცემისთვის გვინდოდა რომ დაგვერქმია ბუტბუტუნები, მაგრამ მე თქვენს რომ მაგრაირი სიტყვებიო იქანა თბილისში არიციანო, ხო და დაარქვეს რაცხა გრამატიკულად ჩურჩულები. ხო და თან გამაფრთხილეს რომ ყველაფერიო რასაც სიტყვიო იქანაო ძალიან გასწორებული უნდა გქონდესო, თუ არა ხალხმა ძალიან იცის ამოთვალწუნებაო, ხო და ახლა მაგენი მე გრამატიკას რაფერ მასწავლი ან სულხანა მასწავლი და ნამჩევაძე იქარა ფეროს გვერდზე ჩიხი არის მის ჯორჯიაშვილის, ხო და რა ვიცი ახლა რაღაცები დამარიგეს და მითხრეს. თან მინდოდა რომ ახლა პირველი გადაცემა ისეთი ყოფილიყო რომ თან კაი სტუმარი ყოფილიყო, თან ელიტაში გამოსული ყოფილიყო. ხო და ვინც მინდოდა რომ ყოფილიყო მოვიწვიე კაი თერცი, მაგი აცლებს მთელ ქალაქს ამბობენ და ახლა შემოვიდა თვითონ მოგიყვებათ რაფერ დაიწყო თავის კარიერა. შემოდი სებასტიან. რაფერ ხარ ბიჭო? დედა, მამა რაფერ არიან? მადლობთ, არა უშავთ. ხო და ახლა რაფერაც გაცვია და როგორც გაცვია, ხო, ძალიან ლამაზად და ძალიან გამოწყპინებულად. ყველა ხედავს და ტელემაყურებელიც ხედავს, მაგრამ თავიდან ალბათ მაგენმა არიციან რაფერ დაიწყე, ბავშვობიდან დაიწყე თუ მერე დაიწყე თუ ისწავლე თუ რაკენი მოკლედ ყველაფერი შენ უთხარი. პირველ რიგში მინდა გითხრათ მადლობა, მინდა გითხრათ რომ აი ეთერში მომიწვიეთ. ხო. ბავშვობაში ახლა მე მიყვარდა თავიდან ესე იგი ჭრა მარტო. მარტო ჭრა მიყვარდა, ვჭრიდი ყველაფერს აბსოლუტურად ეს ცხვირსახოცები გამახსენდა. ხო, მე არა ვარ კარგად გავცივდი საერთოდ. არა უშავს ხალიჩები, ეს ფარდები, ეს ზეწლები, არ ვიცი ეს ბიზაშვილის დასაცმელები, ყველაფერი დავჭერი აბსოლუტურად, სულ ყველაფერი დავჭერი და მე არაფერი აღარ დარჩა ეს დასაჭრელი და რამექნა, ამდექი და რაც დავჭერი ყველაფერი ესე იგი მივგერე და ესე გავხდი დიზაინერი. ხო და ახლა კი აცვევს მთელ თბილისს. ასე დაიწყო ბავშვობიდან. ხო და რაცხა კითხვა მიღრიჭინებ შიგნიდან, ხო და რაცხა მიღრიჭინებ შიგნიდან და თან რო არ გკითხო არ შეიძლება, იმიტომ რომ მამიდა ჩემმა მითხრა რომ სიკვდილოდ უყურებ გადაცემას და კითხეო, ხო და თან რო გკითხო მე ვიდება ახლა გული არ მოგივიდეს, მაგრამ რა პრობლემა მკითხეთ, არანაირი პრობლემა არა. არ არის ხო? ხო. მაშინ ახლა გლობალურად ხო და მასშტაბურად ახლა და მასშტაბურად ხო იქარა უდიდესი ფაბრიკების მკერავები და უფროსი სპეციალისტები ხო აგერ დოლჩე აიღე გაბანა აგერ არმანი აიღე მაგენი ყველანი არიან ივნაირები პრობოდიში რანაირები ვერ მიხდი აი მაშინ ახლა მაყურებელსაც აინტერესებს და კითხავ პირდაპირ იმნაირი ხარ? კარგი, იმნაირი ვარ, კი. ახლა, კარგად მომისმიან, რას გეკითხები, ახლა. იმნაირი ხარ, შენ, იმნაირი ხარ? ისინი რო არიან, იმნაირი? ხო, კი, იმნაირი. დედა, მამიდა, იმნაირი ხარ? ხო, რა პრობლემაა, რა ჭირდება? კაცი, არ მომეკარო. დაცვა, ისო. დაცვა, მამიდა, ჩარი, ეს იმნაირი რა ხარ? აინა მითხარ, კაცო, ბიჭი, ოპერატორი. რა არის იმნაირი რა ხარ? რამე იცი რა არის? ახლა მე ამ გადაცემას ვერ გავაქცელებ, იმიტომ რომ მე რომ მაგათ ველაპარაკო, ხო, მეც მაგრაირი დავიყო და არ ვარ მე მაგრაირი. მოგივათ გული თუ არ მოგივათ გული, კარგად იყავით და კარგად მზადდებოდეთ. მამიდა! რატომ მიყარეს ეს ინტელიგენცია? გამოიწერეთ ემიგრანტ TV. მოიწონეთ ვიდეო და გაუზიარეთ სხვასაც.